გამარჯობათ, დღევანდელი ლექცია დაეთმობა ფერთა კორექციას Photoshop-ში. მაგრამ გადავალთ ფერთა კორექციაზე, მოდი გავიაროთ თუ რა სისტემასთან, ფერების რა სისტემასთან მოგვიწევს მუშაობა. ეს არის RGB სისტემა, ფერთა RGB სისტემა, სადაც მთავარი ფერები არის წითელი, მწვანე და ლურჯი. ანუ არსებობს სხვა სისტემები, მაგალითად hue saturation brightness-ის, mix-ის სისტემა, ანუ ყველგან ფერები რა თქმა უნდა ერთი და იგივეა, უბრალოდ ფერების მიღება და ფერების არჩევა ხდება სხვადასხვანაირი ხერხით. მაგრამ ჩვენ ახლა დრო უნდა დავუთმოთ კონკრეტულად RGB სისტემას, ხო? ანუ როგორც თქვით, მთავარი ფერები RGB სისტემაში არის წითელი, მწვანე და ლურჯი. მთავარი ფერები ქვია ამას იმიტომ, რომ ზუსტად ამ ფერების შერევით მიიღება უკვე სხვა ფერები, როგორც მაგალითად არის ყვითელი, ცისფერი და იასამნისფერი. ანუ აი ამ ფერებს უკვე რომელიც მიიღება მთავარი ფერებისგან ქვია მეორადი ფერები, ხო? ანუ მთავარი ფერები წითელი, მწვანე, ლურჯი და მეორადი ფერები ყვითელი, ცისფერი და იასამნისფერი. ანუ RGB, red, green, blue. ანუ ეს RGB ყოფილა უბრალოდ აბრევიატურა. მაგალითად თუ უყურებთ რომ ეს ცისფერი მიიღება მწვანეს და ლურჯის შერევით და ყვითელი მიიღება წითელისა და მწვანის შერევით, თეთრი ამ სისტემაში მიიღება სამივე ფერის შერევით, ხო? ანუ სამივე ფერი წითელი პლუს მწვანე პლუს ლურჯი გვაძლევს თეთრს. მაგრამ თუ ეს ფერები არ არსებობს, თქვათ, ხო, ეს მაშინ ვიღებთ შავს. მაგალითად თუ აი აქ გვერდზე არის სხვა სისტემა, რომელიც უბრალოდ მაგალითისთვის მაგ ეს არის SMIC-ის სისტემა. აქ მაგალითად ეს მთავარი ფერები არიან პირიქით ყვითელი, იასამნისფერი და ცისფერი, მეორადი ფერები არიან მწვანე, წითელი და ლურჯი და ამ ფერების ჯამი გვაძლევს შავს, ხო? და პირიქით თუ ეს ფერები არ არსებობენ, მაშინ თეთრია. ანუ ეს სისტემა არის მაგალითისთვის მოყვანილი, რომ მენახებინა თუ როგორ განსხვავდება ეს ფერთა სისტემა ერთმანეთისაგან. ფერები აქაც იგივეა, უბრალოდ აქ მთავარი ფერები არის სხვა და ფერთა მიღების ხერხიც არის სხვანაირი, ხო? მაგრამ RGB სისტემაში ჩვენ გვაქვს კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მთავარი ფერები, ძალიან მნიშვნელოვანია რომ ვიცოდეთ რომ არის წითელი, მწვანე და ლურჯი, ანუ ეს ფერები ამ ფერში არ შედის სხვა რაიმე ფერი, ხო, შემადგენლობაში. ეს არის სუბთა pure colors, ხო, წმინდა ფერები, რომლებიც ქმნიან უკვე აი ამ ფერებს, უკვე სხვა დანარჩენ ფერებს. რაც მინდა ვთქვა ასევე რომ ამ ფერს აქვს თავისი დოზირება, ანუ ეს ფერის ინტენსივობა შეიძლება იცვლებოდეს 0-დან 255-მდე. ანუ ამ ფერს აქვს 0-დან 255-მდე მნიშვნელობა, როგორც ასევე წითელს და ლურჯს. ანუ აი ამ ფერების მნიშვნელობების, სხვადასხვა მნიშვნელობების მინიჭებით ვიღებთ ზუსტად სხვადასხვა ფერებს, რომელსაც თქვენ ნახავთ უკვე შემდეგ ლექციაში როგორ ხდება ამ ფერთან მუშაობა, ხო?